ვინ ამზადებს რეპორტაჟებს, რომლებსაც ჩვენ ეთერში ვხედავთ, ახალი ამბების თუ საავტორო რეპორტაჟების მომზადებისას ხშირად მთელ სქებას ჟურნალისტები ვიმსახურებთ, რადგან მას არის მომზადების პროცესში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე ჟურნალისტებზე გაცილებით მეტი თუ არა ნაკლები წვლილი ნამდვილად არ მიუძღვით. დღეს გიორგი მანჯავიძემ გადაწყვიტა რეპორტაჟი ოპერატორებისა და მემონტაჟეების შესახებ მოემზადებინა. ადამიანები კადრს მიღმა ნახეთ გიორგი მანჯავიძის, ლაშა მამულაშვილის და ლაშა ნატრაშვილის საავტორო რეპორტაჟი. ოპერატორი არის ადამიანი, რომელიც ხედავს ჩემი ჟურნალისტის ნაფიქრას, ანუ ის რაც ჩავიფიქრე მე. ოპერატორი, მემონტაჟე და ბოლოს ჟურნალისტი, ეს არის სამი ძირითადი რგოლი იმისა, რასაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. გუნდი თუ არ არის შეკრული, არ არსებობს რომ სიუჟეტი გამოვიდეს კარგი. იმისთვის რომ თქვენთვის მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო იყოს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ოპერატორს და მათ მიერ გადაღებულ მასალას დღეს მე ჩემ თავს უფლებას მივცემ და ერთი დღით ოპერატორი ვიქნები. წინასწარ გიხდით ბოდიშს გადაღებული მასალის ხარისხის გამო. წავედით. აწავიდე. კამერა კაცია. ვერაფერს ვერ ვაკეთებ, რა ხდება? როგორ უნდა გადავიდე? ჩემი. აი. ეს რა არის? არაფერს არ აჩვენებს. ამაზე როგორ გადავრთე ლაშა? ფოკუსი? აბა ესე უნდა ვქნა? ბიჭო, არაფერი არ ჩანს რა არის? გაგეხმარო? მაიცა რა მაინტერესებს. არა რა. დამანებეთ თავი. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ლაშა, მოდი მიხედე რა. ამის თავი მე არ მაქვს. ყოველთვის უნდა იფიქრო კადრზე. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად სწორად და კარგად დაინახო ის ქაური სიტუაცია, რომ მაყურებელმაც ისე მივიდეს, როგორც შენ ხედავ. რამდენიც მე არ უნდა მოვინდომო, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, რამდენი ტექსტიც არ უნდა მქონდეს და რაც არ უნდა ვამტკიცო, თუ ეს ოპერატორმა არ აჩვენა კადრები და თუ არ დაანახა მაყურებელს რეალურად რა, როგორ და სად ხდება, ისე არაფერი არ გამოვა. მასალა უკვე გადაღებულია, ახლა ყველაფერი ამ ჯადოქარი ადამიანის ხელშია. ჩვენ ვიწყებთ მონტაჟს. მაყურებელს აბსოლუტურად სხვა სახით დაანახოს ის ყველაფერი, რომელიც შეიძლება ჟურნალისტს საერთოდ ვერც კი წარმოგიდგენია, ის სახე მისცეს იმ ყველაფერს, შენს გადაღებულ მასალას, შენს ნაშრომს. მემონტაჟე არის ადამიანი, რომელიც, ესე იგი, ჟურნალისტის ჩანაფიქრს, ოპერატორის დანახულს თავს უყრის, აერთიანებს და ამზადებს იმ პროდუქტად, რა თქმა უნდა, ჟურნალისტთან და ოპერატორთან ერთად, რომელსაც მე თქვენ მაყურებელი ხედავთ პირდაპირ ეთერში ხოლმე. მთელი დღე, რასაც ოპერატორები და ჟურნალისტები მუშაობენ, გადაიღებენ, ეს მთელი მასალა მოდის ბოლოს ჩვენთან, მემონტაჟეებთან და ჩვენ ვაძლევთ სიუჟეტს საბოლოო სახეს. და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და სასიამოვნოა. მე მინდა ვთქვა, რომ ოპერატორიც, მემონტაჟეც, ჟურნალისტიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ამ ყველაფერში, რომელიც შორიდან არ ჩანს, მაგრამ შიგნიდან რო შეხედავთ, ვიხვდებით, რომ ეს არის ერთი დიდი გუნდი, რომელიც ქმნის ხელოვნებას.
ხშირად მithქვამს და ახლაც გავიმეორებ. ეს ადამიანები, ოპერატორები და მემონტაჟეები ჩვენზე ჟურნალისტებზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ შრომობენ იმისთვის, რომ თქვენ ეთერში საუკეთესო რეპორტაჟები ნახოთ. სხვათა შორის, ჩემი წვლილი ამ საქმეში უმნიშვნელოა და ეს რეპორტაჟიც თავად ოპერატორმა და მემონტაჟემ მოამზადეს. მაგრები.